The rest is just the same, isn't it? ინტერპრეტაცია ეს არის ჩემეული აღქმა ამა თუ იმ მოვლენის. და ამიტომ მთლიანად დამოკიდებული ხარ იმაზე, რა მასალა გაქვს. This. Yes. Better? What do you think? აი ამ მასალის მიხედვით უკვე იწყება შენი ემოციური ტალღის ამუშავება. და ეს ემოციური ტალღა კი მომდინარეობს უსათოდ მოვლენიდან. ეს მოვლენა შეიძლება იყოს უკვე არსებული ლიტერატურული მოვლენა, ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული ყოფითი მოვლენა და ეს შეიძლება იყოს საერთოდ აბსტრაქტული რაღაცა იმპულსი, რომელიც შენ გადავს ამ ინტერპრეტაციის საშუალებას. იმპულსი ეს არის ყველაზე უფრო სუბიექტური. იმიტომ რომ ყველა სხვა შემთხვევაში მეტნაკლებად დამოკიდებული ხარ ამ ობიექტურ მოვლენაზე, რომელიც იწვევს შენში რაღაცა ემოციას. და როდესაც იმპულსია, იქ ხარ აბსოლუტურად გზნობიერ იმ წუთიერ მოვლენაზე დამოკიდებული. ამიტომ ეს ინტერპრეტაციაც აბსოლუტურად განსხვავებულია. ნუ მაგალითად იმისათვის ეს გასაგები გახდეს, თქვათ, ღრუბლების მოძრაობის ინტერპრეტაცია. აი ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული მოვლენის შენეული გააზრება, აი მაგალითად დებიუსის ღრუბლები. მაგრამ შენ ხარ შენი მთელი ეს ემოცია მომდინარეობს უკვე იმ დებიუსის ნაწარმოებიდან, მაგრამ როდესაც შენ უყურებ ღრუბლებს, აი აქ უკვე სრულიად თავისუფალი ხარ სხვა გავლენებისაგან. ეს არის უშუალოდ შენი ინტერპრეტაცია და შეიძლება სულაც არ დაემთხვეს უკვე არსებულ მოვლენებს. იმდენად სუბიექტურია აი ეს იმპულსური განცდა. სიმფონიის შესრულების დროს დასაშვებია თუ არა, ისევე როგორც თეატრში, გადაადგილება ცალკეული ნაწილების ან მისი შემოკლება ამ
ისი რა დღეს უკვე ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება 4 ნაწილიანი სიმფონია ერთ ნაწილში შეასრულო, ანუ დღეს ეს ყველაფერი შესაძლებელია. Რასაკვირველია, თუ მუსიკალურ კულტურას მივყვებით, ეს დაუშვებელია. იმიტომ ეს არის ნაწარმოები, რომელიც მე გავიაზრე 4 ნაწილში. და მე იმ თემას თქვათ, ძველი ტიპის სიმფონიაში ვიმეორებ, იმიტომ კი არა, რომ მე გავზარდო დრო, არა იმიტომ ეს არის ჩემი მოთხოვნილება, რომ ეს გამაგრდეს. და როდესაც შენ ამას უკვე ერთ თემად აქცევ და მარტო ერთხელ გაატარებ, შენ უკვე დაარღვიე ჩემი ჩანაფიქრი. აი ამას არ ეთანხმები. შინაგანად ეს არ არის ინტერპრეტაცია უკვე. ეს არის უკვე ჩემი ჩარევა მის აზროვნებაში. ინტერპრეტაცია ეს არის მისი აზროვნების გაზიარება ჩემში და ეს არის უკვე ჩემი ფიზიკური ჩარევა მის აზროვნებაში. და რამდენად უფლებამოსილი ვარ, არ ვიცი. და როდესაც ესეთი ნაწილებიანი კომპოზიციები სრულდება, იქ ასაკვირველია შენ შეგვიძლია ამოიღო ერთი ნაწილი და შეასრულო ერთი ნაწილი. ეს არის უკვე საკონცერტო ცხოვრების ნაწილი და არა მუსიკალური აზროვნების ნაწილი. მე ესე შევადგინე ეს პრობლემა. მაგრამ თქვათ მე ვავიღო მარტო ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის პირველი ნაწილი და ეს უჩვენო მსმენელმა, რომელმაც ეს ნაწარმოები არ იცის, ვერც იმას მსმენელი ვერ გაიგებს იმას, რომ თქვათ აი ეს თემა, რომლითაც ის იწყებს თავის სიმფონიას და რომელიც მისთვის არის ყველაზე მაგარი, არ ყვეთს მთელ ნაწარმოებს, იმიტომ რომ ის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებს ვერ ისმენს და არ იცის რა დაემართება ამას. ამიტომ მას ამ ნაწარმოებზე წარმოდგენა ვერ შეექმნება. როდესაც ბაროკოს და კიდევ უარესი, რატომ არა, უფრო ძველი რენესანსის პერიოდის მუსიკა სრულდება და იმას დაუშვათ კლავიშინის დაუშვათ შესასრულებელს ფორტეპიანოზე შეასრულებ, ეს არ ნიშნავს, რომ ფორტეპიანოს თუ დაჭრეს, მაგრამ ეს არ არის ავთენტური ვერსია. ანუ შენ არ ისმენ იმ მუსიკის სრულფასოვან ვერსიას. და აქედან გამომდინარე ესეც იმაზეა დამოკიდებული, რომ მსმენელი როგორ არის მომზადებული და რას ელოდება. ახლა მე რომ მივდივარ, თქვათ, ბახის ფუგების მოსასმენად და მიკრავენ ფორტეპიანოზე, მე ვიცი, რომ იქ უნდა ფორტეპიანოზე შესრულებული მოვისმინო. და აქედან გამომდინარე იმ იქიდან ვაფასებ. ესეც ხო ინტერპრეტაცია ბახის ფუგები და კლავიშინისთვის ხო არის კარგად ტემპერირებული კლავირი, ესე ქვია, ხო? დაწერილი და შესაბამისად გამოდის, რომ
ის ვერსია, ეგ კი არა მოცარტი საფორტეპიანო სონატები იმდროინდელი ფორტეპიანოსთვის შესრულებული, რომელიც დღევანდელი ფორტეპიანოსგან განსხვავდება თუნდაც წყობის დაუშვათ ვერსიით. ნუ წყობას რას ვამბობ, უნდა ის თუ უფრო დაბალ სიხშირეზე ეწყობოდა, ლა უფრო დაბალი იყო ვიდრე დღევანდელი ლა, რომელიც წყობის გამსაზღვრელია, ასე თქვა, თუ ეხა 440-ზე ეწყობა. ანუ აი ამ რაღაცა ნიუანსებსაც აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც მეცნიერულად განვიხილავთ, მაგრამ როდესაც მსმენელის პოზიციიდან განვიხილავთ, იქ ბევრი რამე სუბიექტურიდანა. როგორც კომპოზიტორი, როცა კომპოზიტორის კუთხით განვიხილავთ, იქ უკვე გააჩნია კომპოზიტორის დამოკიდებულებას თავისივე ნაწარმოების მიმართ და მისი ნაწარმოების შესაძლებლობებს ინტერპრეტაციის რა საშუალებებს იძლევა. და მეოთხე რა თავარია თვითონ შემსრულებას. შემსრულებელი რამდენად შემოქმედებითი ფიგურაა და რამდენად თვითონ თავის ბგერას იკვლევს. ნუ უამრავი ნიუანსია, რომელიც გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. ეხლა ნახე, აი ამ რაღაცეების მიხედვით, კიდევ ვიღაცამ უნდა ეს შეაფასოს. შეფასება როგორ უნდა მოხდეს, ჭეშმარიტებასთან რო ახლო იყოს, ხო? ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს არც კომპოზიტორის ნამუშევარი, თუ ახლა ავტორი ყავს, ხო? არ უნდა დაიკარგოს, თუ არ არის, თქვათ, კომპოზიტორის სტილური მაჩვენებლები. როდესაც შენ ბეთჰოვენს დაუკრავ შონბერგივით, თავისთავად ეს ძალიან დიდ სხვაობას გაძლევს. და კიდევ ინტერპრეტაცია შეიძლება დაუძახო მაგასაც, მაგრამ აბა აზრი მითხარით. ხო კარგავს სტილს ნაწარმოები. ყველა სხვადასხვა შემსრულებლად თავისი ინტერპრეტაცია აქვს. აი შეფასება როგორ ხდება იმისი უკეთესია, იმისი უარესი, იმისი რაღაცა სიღრმეები იყო. აი ამ შენ როგორც კომპოზიტორი, აი როგორ აფასებ ამას და თუ გიფიქრე, რომ ჩემი ნაწარმოების ასეთი ინტერპრეტაციაც ძალიან ესეთი საინტერესო და რთული საპასუხო საკითხია და რატო? არსებობს რაღაცა სტანდარტები, რომელიც აი გვაძლევს საშუალებას კონკურსები გამოვაცხადოთ, სიტყვაზე ვამბობ და რაღაცა შეფასების კრიტერიუმები გვაქვს. მაგრამ არსებობს ხელოვნებაში ისეთი რაღაცეები, რომელს სტანდარტს არ ექვემდებარება. აი როგორ გინდა ახლა თქვა, რომ ეს ინტერპრეტაცია რახან იმ სტანდარტში არ ზის, ცუდია. ანუ აქ მაინც სუბიექტური მომენტი მოდის წინა პლანზე. არის რაღაცა პროფესიული ჩვევები, ეს უკვე ძალიან ღრმად გადავდეთ, რომელიც თუ დაირღვა, უბრალოდ გამოდის ძალიან, ასე ვთქვათ, მდაბიური.
მაგრამ თუ ინტერპრეტაცია მაღალი დონეზეა გაკეთებული, ეს უკვე შეფასების დროს გემოვნებაზეც არის. აი ორი უდიდესი პიანისტი გლენ გულდი ავიღოთ მახსოვს და სრულებს და დაუშვათ კარგი შემსრულებელი, ხა აღარ შევადარებ ვიღაც თუნდაც ცნობის. ხო? და ის ასრულებს დაუშვათ ისეთ მიღებულ სტანდარტულ ვარიანტში. ეხლა გლენ გულდი რომ გავიდეს კონკურსზე, შეიძლება ვერ გავიდეს ფინალში, იმიტომ რომ არასწორად უკრავს ბახს. მიხვდით რას ვამბობ? მაგრამ ინტერპრეტაცია ხა ცუდია თუ კარგია. აი ეგ არის მთელი სტანდარტიზაციისა და სუბიექტური გადაწყვეტილების და შეფასების თაობა. ძალიან ძნელია. ბევრი ნიუანსია, მაგრამ გააჩნია ინტერპრეტაციას რა დოზით გააკეთებს, თქვათ, ხო? ის შეეხება, თქვათ, წმინდა იმ ტექსტუალურ მასალას, რომელიც ახლა კომპოზიტორს აქვს დაწერილი, თუ მხოლოდ საშემსრულებლო, თქვათ, რაღაც ფანტაზიით შემოიფარგლება, ასე ვთქვათ. არის შემთხვევები, მაგალითად, ხა ჩემს პირად შემოქმედებაში იყო, რომ ესეთი დაწარმოები მაქვს პანორამა, რომელსაც ბევრი პიანისტი ასრულებს და განსაკუთრებით ხა ნინო ჟვანია ასრულებს, თქვათ, იგივე ალიზადეს ჰქონდა წაღებული და ძალიან მოწონდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ეფექტური დაწარმოებია და მარტივად უცბად დასაკრავი, ასე ვთქვათ რა. და კიდე სხვა აღარ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი კეტრინი, მაგალითად ამერიკელი უდარდი, რომელმაც ჩაწერა კიდეც. აზიზა სადიკოვი, ხმახსენდება ინტერპრეტაციები, ამას იმიტომ ვთვლი. ანუ ყველა მათგანი უკრავს სხვადასხვანაირად. და თვითონ ის შემსრულებლის ვერსიებიც, აი ნინოს ვერსია მაგალითად, ასევე არის ხოლმე რომ ერთმანეთისგან განსხვავდება. იმიტომ რომ იმ ნაწარმოებსაც აქვს ეს თავისუფლება მინიჭებული, მაგრამ ახლა რატო ვამბობ, გამეცინა ერთ-ერთ შემთხვევაზე სტუდენტმა, რომელმაც გააკეთა ამისი ძალიან მოეწონა და მოიდომა დაკვრა. ნოტაცია არ არის სტანდარტული, არის რაღაც ის გრაფიკული ნოტაციასა და ჩვეულებრივ ნოტაციას ნაზავი, უფრო გრაფიკულისკენ მიდის, თანამედროვე ნოტაცია და იმან ისე წაიკითხა, როგორც წაიკითხა, ისე დაუკრა. და თავისი ფანტაზია ძალიან იმდენად ჩართო, რომ ფაქტიურად ისეთ მუსიკის ისეთი ნაწილი დაამატა, რომელიც აქ არ არის დაგულისხმები. რა თქმა უნდა, ხა მისი ენთუზიაზმი იმდენად ის იყო, რა ქვია, ამაღელვებელი, რომ არც არაფერი არ მithქვამს და ხა რა თქმა უნდა, დაუკრა, მაგრამ იმდენად არ უნდა ჩაერიო ინტერპრეტაციაში, რომ სხვისი, ასე ვთქვათ, ნაზრები დაკარგო. მაგრამ არც ისეთი ვერსია უნდა გააკეთო, რომ შენი სული შიგნით არ იგრძნობოდეს და შენი არ გახდეს. შემსრულებელი, რომელიც არ უკრავს ამ ნაწარმოებს, როგორც თავისი სულიერი ნაწილი, ის ნაწარმოები ვერ ცოცხლდება. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ იმუშაოს აუდიტორიასთან ნაწარმოებმა, თუ იქ შემსრულებლის ვერსია არ არის და ინტერპრეტაცია არ არის. რაც არ უნდა გენიალური დაწარმოები ქონდეს დაწერილი.
შეუძლებელია, აი ყველაფერიც რომ გამორიცხო და დაწმინდო ამისგან. უბრალოდ შეუძლებელია შენ ორჯერ აი ზედიზედაც რომ დაუკრა, ერთნაირად დაუკრა. ხანდახან ისე რაღაც იდეა მოგივა თავში და უცებ შეიძლება შეცვალო ეს ეგრეთ წოდებული საშემსრულებლო გეგმა, იმიტომ რომ გეგმა ყველას გვაქვს რო გავდივართ სცენაზე, როგორ ავაგებთ ნაწარმოებს, იქ ჩვენ ფორმას ვაგებთ, დრამატურგია გვაქვს, დრამატურგიული გეგმა გვაქვს შემუშავებული, ხო? რას დავუკრავთ, ვამარტივებ, მაგრამ ცოტა უფრო ხმამაღლა, ცოტა უფრო ჩუმათი გაჩნია რა ინსტრუმენტის შექმნა კიდე შეიძლება თუ არა, მაგრამ კარგი პიანოს დაკვრა, ან კარგი ფორტეს დაკვრა, ხო და ადგილზე ცვლი ძალიან ბევრ რაღაცას. აი როგორც აი წარმოუდგენელია ახლა თეატრში ერკვევი ძალიან კარგად და წარმოუდგენელი ერთი და იგივე მონოლოგი ადამიანმა ზუსტად ერთნაირად წაიკითხოს ორჯერ, ხო? იმიტომ რომ ხმა იწევა სადღაც დაიწევა, ხრინწი გაიპარება ხმაში, ხო? აი ესე წარმოუდგენელია. უბრალოდ აი ახლა მე რო აი ეს გავიმეორა რაც ვთქვი ახლა. ხო აბსოლუტურად განსხვავებული ანუ აბსოლუტურად არა, მაგრამ ოდნავ მაინც განსხვავებული ინტონაციით ვიტყვი. აზრი რა თქმა უნდა იგივეა, მაგრამ ნახე აზრს, როდესაც გადმოსცემ, აქცენტები შეიძლება სხვადასხვანაირად დასვა. არ გაქვს ეს ძალიან ცნობილი ესეთი სკეჩი რო არის, რომ გამოდიან ეს ძალიან ცნობილი ინგლისელი მსახიობები ჯუდი დენჩი და კიდევ რაღაც ბოლოს ჩარლზი გამოდის უფლისწული, მაშინ უფლისწული იყო ჩარლზი და რო იწყებენ to be or not to be. აი ამ ძალიან ცნობილ მონოლოგს, ხო, ჰამლეტის მონოლოგს და თითეული სხვადასხვა ადგილას სვავს აქცენტს. To be or not to be, that is the question. Don't lose focus. To be or not to be, that is the question. To be or not to be, that is the question. To be or not to be, that is the question. To be or not to be. To be or not to be, that is the question. თანხმურობით არის გაკეთებული, მაგრამ აქცენტი რო იცვლება, იცი რაღაცა თვალსაზრისით აზრიც იცვლება და ეს არის საინტერესო. და უკვე საინტერესო ინტერპრეტირების საშუალებას გაძლევს და ახლა შენ კიდე მიუმატე ამას, ეხლა რომ გამოვა მსახიობი და ესე განსხვავებულ აქცენტებს დაგისვავს და შენ როგორც მსმენელი ან მაყურებელი რა ხასიათზე ხარ იმ წუთში და შენ კიდე შენს ინტერპრეტაციას ამატებ ამას, იმიტომ რომ ინტერპრეტაცია ისეთი სერიოზული საკითხია, მარტო შემსრულებელზე არ არის დამოკიდებული, მსმენელზეც არის, იმიტომ რომ ის იმ წუთში რა განწყობით ზის და რას გადის ცხოვრებაში, იმის მიხედვით იმან შეიძლება კიდე თავისი აზრობრივი აქცენტები დასვას აი ამ რაღაცა ერთ წინადადებაზე და ვიღაცისთვის მიუხედავად ისე რომ ჯუდი დენჩმა ბიზე გააკეთა აქცენტი და არა ორზე, იმან კიდე თავის to be or not to be ორს დაასვავს თავის აქცენტს, ახლა სულ ინგლისურად ვილაპარაკე, ანუ ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის, ხო? აი ამაზეა საუბარი, ანუ რას აქცენტს გააკეთებს, რის აქცენტირებას მსახიობი ეს ერთია, მუსიკოსი მაგალითად ეს ერთია და კიდე მე შენ რას დაამატებ ეს სხვა არის, იმიტომ რომ მე რომ მკითხო არა მარტო შესრულების პროცესი, არამედ სმენის პროცესიც ერთი დიდი ინტერპრეტაცია. ახლა რაც შეეხება ზოგადად ახლა ყველა შემსრულებელს გვყავს აი საყვარელი კომპოზიტორები, ახლა კლასიკას თუ ვისაუბრებთ. მე მაგალითად თავს როგორც სახლში ვგრძნობ მოცარტის შესრულებისას. ალბათ იმიტომ რომ
ჩემთვის მისი მუსიკის ინტერპრეტირება შედარებით ადვილია, გამომდინარე, ვთქვათ, ჩემი ნიჭიდან და ჩემი ხასიათიდან, ხო? გიჟდები ბრამსზე, იოჰანეს ბრამსზე, როგორც მსმენელი, მაგრამ ისე თავისუფლად არ გრძნობ თავს, როგორც შემსრულებელი, იმიტომ რომ თავისი, როგორ გითხრა, მოძრაობის სიმძიმით, სიზანტით ძალიან შორს დგას ჩემი ხასიათიდან. შეიძლება ამ ჩემი ხასიათით, ძალიან ცოცხალი ხასიათით, მაგალითად მე ბრამს რაღაცა სიმსუბუქე შევმატო, რომელიც ასეთი დოზით არ არის მასში ჩადებული და ამაშიც არის თავისებური ხიბლი. ამას აკეთებს ყველა დიდი პიანისტი, ახლა ჩემზე კი არ ვისაუბროთ. ყველა დიდი პიანისტი რაღაცა თავისას დებს, რაც შეიძლება თვითონ კომპოზიტორმაც კი არ ჩადო მუსიკაში, მაგრამ მაგით არის საინტერესო მუსიკა, რომ ამის დატევის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, აი რაღაც გემოვნების და არსებული ინფორმაციის ფარგლებში, იმიტომ რომ თლად ყველაფერი აკეთო, რაც გინდა, ეს უკვე უგემოვნობაა და გაუნათლებლობაა. მაინტერესებს ყველაზე დიდი სიამოვნებით, რომელი კომპოზიტორი ეცეს ასრულებს, რომელიც შენ გაძლევს აი ძალიან დიდ თავისუფლებას, რაც და როგორც გინდა ისე აკეთო. ნიკა ჭაბაშვილი. არა, ხო დავხუმრობ. იმიტომ რომ ჩემი კომპოზიტორია, ბოლომდე ჩემი ადამიანია და იცი რა, ჩვენ გვაქვს ესეთი ხუმრობა, რომ კარგი კომპოზიტორი, გარდაცვლილი კომპოზიტორია, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გაკონტროლებს და ერთი აქ გქონდეს ახლა პიეტეტი ბახის მიმართ, მაგრამ იცი რომ ბახი არ განგსჯის, მაგრამ ცოცხალ კომპოზიტორთან ძალიან ძნელია ხოლმე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ზუსტი წარმოდგენა აქვს იმის ძალიან ხშირად, როგორ უნდა ჟღერდეს მუსიკა და აი რთულია ხოლმე მუშაობა და ეკა გაძლევს ძალიან დიდ თავისუფლებას და იღებს დიდი რაოდენობით ინტერპრეტაციას და ეს რაღაც არაჩვეულებრივი მომენტია. ნაწარმოები რო სხვანაირად დამანახა? იცი რა არის, აი ყოფილა შემთხვევები, როდესაც აი მცოდნის საფუძველზე რაც მაქვს, არ ვეთანხმები ინტერპრეტაციას, მაგრამ გულთან საოცრად მოდის. მაგალითად, ივო პოგორელიჩის რახმანინოვის მუსიკალური მომენტები. აი პირველ მუსიკალურ მომენტს უკრავს ძალიან ნელა. ისე ნელა, რომ ეს ტემპი არ აქვს მოცემული რახმანინოს და ვფიქრობ, აი რა არის ახლა ეს, მაგრამ რო უსმენ, ისე გაჯადოვებს, რომ მე ხვდები, რომ აი ღირდა ამაში შეკამათებოდა რახმანინოს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ნიჭია და ძალიან დიდი პიანისტია.
Thank you.